ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ბატონო ირაკლი. ალბათ ერთი გითხარით რა არის ეს და რისთვის არის საერთოდ? დავიწყებ იქით რომ მივესალმებ ჩვენ ერთგულ მაყურებელს. შეგახსენებთ რომ ვიყოფებით ქალაქ როსტოვში, მაღაზია Excel კალიბრის როსტოვის ფილიალში, გესწრებათ ალბათ ადგილი. და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ აი ეს ორი ძალიან საინტერესო ხრახნილულიანი სანადირო კარაბინი. ცნობილია ბევრისთვის ეს აბრევიატურა TKT3, ამდენიმე ვარიანტში გამოდიოდა ეს ხრახნილულიანი TKT3X. X კი ბატონო, ჩვენ ვიცით TKT3 ვარმედი, TKT3 ჰანტერი, ნუ ამდენიმე მოდელი იყო ასეთი, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებულია, თუმცა ხარისხი რა თქმა უნდა იგივე დარჩა. უბრალოდ შეიცვალა ფორმები, შეიცვალა სამიზნე მოწყობილობები, შეიცვალა რულის სიგრძე. ზოგადად კონდახის მატერიები, ეს პლასტიკზეა, ის ფანერის კონდახია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს ფირმა არის ბერეტას კუთვნილებაში, ანუ ბერეტას კონცერნში შედის TK, ისე როგორც SACO და დიდი ხანია ბაზარზეა, ჩვენ ბაზარზე ეს იარაღი მსოფლიოში ძალიან ცნობილი ფირმა, ძალიან მოთხოვნადი კარაბინებია. რომელი ქვეყანა უშვებს? ფინეთი, ფინური წარმოების არის ეს ფირმა ზოგადად, TK-ს და SACO-ს ორივე და ძალიან დიდი ტრადიციული ისტორია აქვს ამ იარაღებს, ამ ფირმას ზოგადად ამ იარაღ წარმოებაში. მოთხოვნადია ამერიკაში, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. ძალიან მოთხოვნადია და ჩვენთანაც გვაქვს ბედნიერება, რომ ჩვენ მომხმარებელსაც შევთავაზოთ ამ ფირმის. ირაკლი კითხვა მაქვს ესეთი, ვინტერესდები რა სხვაობა არის, მე მაგალითად ახლა SACO მაქვს და მე მომწონს ჩემი SACO. თუმცა თავის დროზე არჩევანს როცა ვაკეთებდი, ხო, მე ფიქრებოდა TK-ზეც. და აი რეალურად რა სხვაობა არის სიტყვაზე თუნდაც იგივე იმ SACO S20-სა და აი ამ TK-T3-ს შორის. ფასეთი კატეგორია არის განსხვავებული, ცუდად არ გამომივიდეს ახლა ამის თქვა, მაგრამ ასეთი ბრთიანი ფრაზა დადის, რომ TK არის SACO ცოტა უფრო ღარიბებისთვისო რა, ასეთი აბრევიატურა დადის რა. თუ გინდა გაუშვიეს, თუ გინდა ჩაჭერი, რავი, როგორც გინდათ ისე აქეთ, მაგრამ ასეთი ბრთიანი ფრაზა დადის. რუსულად ჟღერს ხოლმე ასე. TK это SACO для бедных. ანუ უფრო დაბალი ფასეთი კატეგორიაა, ვიდრე SACO, ანუ SACO უფრო მაღალ. რეალურად ხარისხობრივ სხვაობას რამეს ვხედავთ? მე მაგალითად სიმართლე უნდა ვთქვა და მე ვერ ვხედავ აი ამას. არა, ხარისხებში სხვაობა ეგრე შეამჩნევი არ არის, არასოდეს არ ყოფილა ამ ფირმა შორის ესეთი განსხვავებული, უბრალოდ SACO ამზადებს უფრო სხვა მიმართულებით ამზადებს ამ ხრახნილულიან იარაღებს, უფრო შორსროლელი იარაღებს, უფრო ასე ვთქვათ, აი ახლა მაგალითად ჩვენ უბრალო პლასტიკის კონდახი გვაქვს, რაც გამოიწვია, ამ კონდახმა გამოიწვია ზუსტად ამ იარაღის ცოტა ისეთი დაბალი ფასი. ფასი მინდა გასაუბარი და შეგახსენებთ, რომ აი ამ მოდელის ფასი არის 4490 ლარი. ფანერის კონდახიანი რომელიც არის ფანერას რო ცუდი მნიშვნელობით მოგაიგებთ ეს სპეციალური მასალა რომელიც ნატურალურ ხეზე ბევრად გამძლე და ბევრად ამტანია კლიმატური პირობების მიმართ. ანუ ეს კონდახი მზადდება, შეხედეთ როგორ ნახაზები აქვს. რამდენიმე ფენა ერთმანეთში წებოსა და ძალიან დიდი წნევის ქვეშ წებდება ერთმანეთზე და მიპრესება და მერე ხდება ამოფრეზვა ამ კონდახის და ასეთი დამზადებული კონდახები ნაკლებად ვიბრირებს, ანუ ვიბრაცია თითქმის გამქრალია გასროლის დროს. მაგალითად პლასტიკის კონდახი უფრო ვიბრირებს, ვიდრე ეს კონდახი, რაც ზუსტად სროლის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, იარაღი უნდა იყოს მყარი და სპორტსმენები სპეციალურად აბეტინგებენ ხოლმე ამ სიტყვას ვიხმარ, თავიანთ სპორტულ იარაღებს ამყარებენ კონდახს ალუმინის ჩანართებით ქვევიდან, კონდახს სპეციალურ სამაგრებს უკეთებენ, რომ გასროლის მომენტში ეს ვიბრაცია ჩაახშოთ და მოდი ხაზი გაუსვათ ახლა სპორტსმენები რატო აკეთებენ ამას ხო სპორტსმენები ისვრიან გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით რა და ასე ვთქვათ უფრო შორმანძილებზე ხო ამორტიზირებას განიცდის ადრეგვიან იარაღი რა და ამიტომ ამყარებენ ბატონო ირაკლი კიდევ ერთი კითხვა მაქვს ხო არ გართმევს სიტყვას რამე ხო კიდევ ერთი კითხვა მაქვს ესეთი ამ ორ მოდელს შორის
ფასში სხვაობა რა არისო? კი, ფასში არის სხვაობა. ეს დღეს 490 ლარი, ეგრეს 5690 და 4490 ეს დღეს. 5000 ანუ 1000 ლარშია. 1000 ლარშია სხვაობა, კი. დაახლოებით 1000 ლარში უწევს სხვაობა, ხო სწორედ ვიძახით არა? კი. ეს გამოწვეულია რამდენი ფაქტორით. დააკვირდი, აქ არის ფანერის კონტახი და არის ბიგელით გამაგრებული, შეხედე როგორი ის აქ გამყარებული. დიახ. სარჭი აქვს, რომელზეც სულა არის დასვენებული, ანუ დევს და დაკიდებულია. ამ შემთხვევაში ეს ბიგელი არა გვაქვს, ეს უფრო სუბუქი ვარიანტია, უფრო ახლო მანძილებზე და არის 3D მოწყობილობების ზედმეტკვლევაზე. ანუ მოკლე მანძილზე ტყეში მაგალითად ტყეანში მოსარეკით ნადირობის დროს იდეალური ვარიანტია, ძალიან სუბუქია, მორგებული იარაღია და ძალიან კარგად ეს ზის მხარზე. ეს მომენტი მეგობრებო კომფორტულად, ხო. თქვა და ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ბევრ ტოპ იარაღებსაც კი არ აქვთ აი ესეთი რბილი სულა რა. გასაოცარია. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ეს ონლაინ მაღაზია, სადაც ყველაფრის შეძენა შეძლებთ. აქ ფართო არჩევანია: ტექნიკა, სახლი, ეზო, დეკორი, მშენებლობა და რემონტი, სპორტი, მოგზაურობა, სოფლის მეურნეობა, ბავშვთა სამყარო, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოკლედ, არჩევანი დიდია. რაც შეეხება საკეტს, მოდი ვნახოთ და ვანახოთ ჩვენს მომხმარებელს. საკეტი არის აი ესეთი ფორმის, მასიური ორი საბრძოლო კბილი აქვს, რომელიც იდეალურად კეტავს ლულის არხს. რაში გვაინტერესებს, რამდენად კარგად კეტავს თუ არა? რაც უფრო მჭიდროდ არა ჩაკეტილი ლულის არხი გასროლის მომენტში, მით უფრო სტაბილურად ხდება ივაზნის გასროლა. ანუ გაზების გამომპარება არ ხდება სახაზინო ნაწილში, ლულის სახაზინო ნაწილში, არ ხდება დამეჯვრება, არ ხდება ბალისტიკური მონაცემების შეცვლა იარაღისა და ბევრ დადებით ბალისტიკურ მონაცემებს უსვავს ხაზს, რაც მათ მჭიდროდ არის ჩაკეტილი. უსაფრთხოების მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამომგდები ღილაკი აქ დააკვირდი, ეს წერტილი როა, აქ აწვება მოკლედ მას რასაც აწვება ქოვიდან და ამოღების მომენტში ეს კბილი ამოვაგდებს, ეს მიაწვება ქოვიდან და ხდება საექსტრაქციო ფანჯრიდან მასრის გადმოვარდნა. გასაგები. ესეთი მარტივი, ძალიან ესეთი უჟანგავი CIP-ის დამოღებით დადამღული საკეტია, რომელიც ძალიან რბილად დაცურავს თავის ბუდეში და ძალიან კომფორტულია. რამდენად მნიშვნელოვანი არის ამისი ასეთი რბილი სვლა? სწრაფი გადატანისთვის ძალიან აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადატანის დროს, რომ ეს საკეტი ცურავდეს თავისუფლად და სუბუქად გადატანის დროს. სწრაფ სროლაში ძალიან გვეხმარება. გარდა ამისა, გვაქვს აქ ინდიკატორი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იარაღი არის დატანილი, ანუ ლულაში არის ვაზნა ჩატოვებული და გვაქვს მცველის ღილაკი. გვერდზები ძალიან მოსახერხებლად არის აქ. აქ მეორე მხრიდან არის საკეტის ამომღები ღილაკი, რომელიც ჩაწოლით და მოწოვით ხდება საკეტის ამთავისუფლება. ლულის გაწმენდისთვის საჭიროა მაგალითად, რომ ეს ამოვიღოთ და ლულის რითი იწმინდება საერთოდ ხრახლულიანი? ხრახლულიანი იარაღს აქვს თავისი სპეციალური საწმენდები, ჩვენ ერთი გადაცემა გაკეთებული გვაქვს ამ იარაღზე. სპეციფიკა ლულის წმენდის არის განსხვავებული, ანუ იწმინდება ლულის სახაზინო ნაწილიდან ლულის ტუჩისკენ ერთი მიმართულებით. სპეციალური ქიმიური საშუალებებით. და ვისაც უნდა რომ ნახოს ეს გადაცემა, აი აქ სადღაც გამოვა, ვერ ვიმახსოვრებ, რომელ მხარეს გამოვა. სადღაც აი აქ გამოვა. ხო, სადღაც გამოვა, გადახვათ და ნახავთ მოკლედ. 3D მოწყობილობები რაც შეეხება იარაღს აქვს კარგად შესრულებული 3D მოწყობილობები აქვს. მხარზე დასმის მომენტში აი პირდაპირ აღარც უნდა არაფერს დამიზნება. გარდა ამისა, აქ არის პატარა ასე ვთქვათ, ჭყალებში თვალის გასაყოლებარი ბილიკი, რომელიც არის შუქამრეკრებით და დღეღამის პერიოდში, ანუ შებინდებისასაც და დღის განმავლობაში ძალიან კომფორტულს ხდის დამიზნებას. გარდა ამისა, გვაქვს კორის დამცავი, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუნუქის ხოვეს დამცავია, დახურტილია, ეს შეგვიძლია მოხსნათ და პირდაპირ სამკურა დავტოვოთ, ან დამცავი ეკეთოს ზედა, ანუ ზურება კიდევ. გირჩევთ რომ არ მოხსნათ, იმიტომ რომ ჩემს თოფზე მაგალითად დავკარგე ის მანათობელი კორა. შუქშემკრები. ნახე მხარზე მოვიდა და მე შეთქო შეაფასე როგორი იქნება და რა იქნება. ვახ, რა კარგი არის რა. ხო, პირდაპირ ზის მხარზე. მეგობრებო, ძალიან მსუბუქი არის და ძალიან მოხერხებული იარაღი. კალებიც რაც შეეხება ამ შემთხვევაში არის 30.06 კალიბრი. იარაღი იკვებება მჭიდით, ჭიდში ეტევა 3 ვაზნა
და ერთი მიდის ლულაში, ანუ 3+1-ია. რა გვის ჩვენთან ეს ვაზნები? სხვადასხვა ფასებია საკოს ვაზნები 7 და 90 იღის თუ არ ვშტები, საკო ფასებს მე ვნახავთ იქ ზუსტად აღარ მახსოვს რა. კი ბატონო, აგერ ეხა მე გიკარნახეთ მეგობრებო, 6 და 70 ღირს ფიოკი, 7 და 99 ღირს საკო, Game Head-ი, ეს ძალიან კარგი არის სხვათა შორის ნადირზე სანადიროდ და ძალიან დაიშვება ნადირზე ნადირობა ხალხო, ცოტაღა დარჩა, მუშავდება ეს კანონ პროექტიც და მეორე რა არის soft point-ი არის 7 და 95. ის ვინ არის მწარმოებელი soft point-ის? ეგ უნდა იყოს თუ არ ვშტები, გეკო არის. გეკო არის მწარმოებელი? კი ბატონო. კარგი, ერთ-ერთი ძველი მწარმოებელია სხვათა შორის ეგ ფირმა და საკმაოდ კარგ ვაზნებს ამზადებს ისე როგორც 300 რუბლია, ისა 30-ია, კი. აჰა, გასაგები არის. იახ, ზევიდან დატანილი აქვს ინტეგრირებული 22 მმ-იანი ოპტიკის დასამაგრებელი რელსი თავისი სამაგრებით რა. ანუ თავისი ფიქსატურის ჭრილებით, საფიქსატურო ჭრილებით. ჩააყენებ შიგნით და დაუჭერ და დგას მყარად, არ მოირყევა. შეგვიძლია დავაყენოთ კოლიმატორული მოწყობილობა, შეიძლება დავაყენოთ ოპტიკური, ნებისმიერი სხვა ოპტიკური მოწყობილობა. იდეაში ამ იარაღზე მე ვფიქრობ, რომ არცაა საჭირო, რომ ოპტიკა დააყენო რა. მე ვფიქრობ, რომ კოლიმატორი სავსებით საკმარისია თუ მაინც და მაინც. თუ არა და ისედაც. ისე სამიზნები რომ ყოფნის ეს კი ბატონო. თან ლულა არის 51 სანტიმეტრი და ეს მაინც და მაინც ჩორმონძილებზე გათვლილი ეს იარაღი 600-700 და 800 მეტრზე განა ვერ გაისვრის, მაგრამ გამიზნება ცოტა არ იყოს ესეთი იქნება. თუ რამე არ მოვარგე და ამ შემთხვევაში უკვე ეს ესეთი ვარიანტია, რომ ეს არის ტიპიური მოსარეკის იარაღი რა. კი ბატონო. გუნდური ნადირობის დროს, დევრებით ნადირობა მიდის და ნომრებში ნადირობა, იდეალური სასურველია 200 მეტრამდე. კი, რა თქმა უნდა. სასურველია რომ 200 მეტრამდე და ისეთი კალიბრია, რომ ეს კალიბრი ჩვენ ბუნებაში არსებულ საკმაოდ დიდ ნადირსაც ძალიან მარტივად აჩერებს თუ მოხდა, სულ ყოველთვის ვიმეორე ხო თუ მოხდა იქ, სადაც საჭიროა. რა თქმა უნდა, ახლა თუ ფეხში მოხდა, კაი ხარი ვერ ის ზრუში ეგ არ ითვლება მოხდა და დავთვალე. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 48 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. მოდი გადავიდეთ მეორე იარაღზე. ხო, აი ძალიან მინდა რომ მეორე იარაღზეც გადავიდეთ და რატომ მაინც და მაინც რომ ამას არ აქვს არაფერი საიმისო რომ პირდაპირ მოიხმარო იარაღი, ასე ვთქვათ, ბუნებაში. თუმცა კი, მოარტყავ, როგორ არ მოარტყავ, ალბათ 70 მეტრამდე შეიძლება რაღაცას მოარტყავ. მიშვერით ეს. ხო, მიშვერით. ეს იარაღი იმეორებს ტიკატეს ამის, აი შავ ვარიანტს, უბრალოდ იმეორებს ანალოგიური ჩამკეტის სისტემა აქვს, ანალოგიური რესივერი აქვს, ანალოგიური მცველი, ყველაფერი ანალოგიური. განსხვავებული რაც არის კონდახი, როგორც თქვით, აღნიშნეთ არის სპეციალურად მაღალი ხარისხის ფანერის კონდახი, ასეთ ფანერის კონდახს შორის კალაშნიკოვზეც კეთდებოდა ხოლმე, აკა სისტემაზე კეთდებოდა, სხვა ფერში ოღონდ. ძალიან გამძლეა, სინესტის კარგი ამტანია, აქვს ასეთი გაყრილი სამაგრი ბიგელი, რომელზეც ეყრდნობა იარაღი და ლულა არის დაკიდებული. ამ შემთხვევაში დაკიდებული არის? კი, რა თქმა უნდა, მას დაკიდებული იყო. ეგ პლასტმასის სადგამზე დგას და უკვე გაყრილია სპეციალური რკინის ღერძი, რომელზეც დგას. ხაზი გაუსვათ, რა მნიშვნელობა აქვს დაკიდებას და არ დაკიდებას? ლულის ვიბრაციას არ უშლის ხელს არაფერი. ანუ ტიპჟირი არ ეხება ლულას. და ლულა გასროლის დროს ჩვენ ვილაპარაკეთ პარაზიტულ ხევებზე გასროლის დროს, რაც მეორე მესამე გასროლა ძალიან უშლის ხელს, ანუ ვიბრაციას დროს რო გაისვრი მეორეს, უკვე ეს ტყვია ცნობილებას იძლევა. ამ შემთხვევაში ლულა თავის ამპლიტუდაში შეუფერხებლად მოძრაობს და ასრულებს, ასე ვთქვათ, თავის ვიბრაციას და მეორე გასროლა უკვე სტანდარტულად ისეთივე ხდება, როგორც პირველი გასროლა. მეგობრებო, შეიძლება ერთი თან შევახსენებ მეგობრებს, ქარხნულად ამ იარაღებს ხალხო უწერია ერთი მოა, როგორც მე მახსოვს რა. ერთი მოა ფაქტიურად არის 3 სანტიმეტრში ტრიალებს ტყვია რა. მაგრამ რა მანძილზეა ეს ლაპარაკი? 100 მეტრზეა. 100 მეტრზეა ლაპარაკი. სხვაობა ამ ორი იარაღს შორის იმის გარდა რომ ფერშია და შესრულებაში არის, მე ვხედავ რომ ლულაშიც არის სხვაობა. რა თქმა უნდა, უჟანგავი ლულა არის ამ შემთხვევაში. უჟანგავი და
და ქრომირებული არა, თვითონ ქრომშემცველი ლულა, ქრომირებული არა. ქრომშემცველი ლულა, ანუ კოროზიის მიმართ არის ძალიან მედეგი. არ ჟანგდება და გარდა ამაგისა ლულის ტუცია დატოვებულია ხრახნით, სადაც შეგვიძლია დავამაგროთ მაყუთში ან ნებისმიერი სხვა sound მოდერატორი ან ხმის შემხშობი მოწყობილობა. ხმის ჩამხშობები, ხო? ეგრეთ წოდებული სუპრესორები. სუპრესორები, კი ბატონო. ან თუნდაც ლულის მოხრეჭ კომპენსატორი, რავი, რომელიც შეამონდება. იდეაში ხო. ესეც არ ჟანგდება, მე დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, დაფერო, ამას შავი დაფერო აქვს. განსხვავება ეს არის, ეს არის უკვე ქრომით, ეს არის შავი ლულით და შავი დაფერო აქვს ამას რა. არც ერთი არ ჟანგდება, ხას გაუსმევ მე ამას, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი რა. სხვაობა მაინც არის ამ ორ ლულას შორის. რა თქმა უნდა, ზოგი სხვაობა არის. ირჩევს ამას, ზოგი იმას ირჩევს და აი რატო ირჩევს? კელკედლიანია უფრო ეს ლულა. უყურეთ, მე რო არჩევანი მქონდეს ახლა და ცოტა ბიუჯეტი შეზღუდული იყო, მე რა თქმა უნდა ავიღებდი ამ მოდელს. და გეტყვი რატო? ამ მოდელს ქარხნულად პედაგოგ ყუთიდან ამოვიღე და წავალ სანადიროდ, არ მჭირდება არაფერი. აი აქ უნდა მოვარგო ოპტიკა, უნდა ან კოლიმატორი არ არის მოწყობილობები და უკვე ცალკე ხარჯია ჩემთვის რომ ამაზე მოვარგო. თუ მე მზად ვარ იმისთვის რომ კიდე გარკვეული თანხა გავიღო რომ ამაზე კარგი ოპტიკა დავაყენო, კი ბატონო, გასაგებია, ან კოლიმატორი დავაყენო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში უკვე ეს იარაღი იძლევა იმ საშუალებას რომ პიტერ დღე ეხლა ვემოკიდე ხოლმე და წახვიდე სანადიროდ. პრობლემა არ არის. იარაღი გასწორებულია, მუშკაცელი ზედა აქვს, ყორა და სამიზდე ზედა აქვს. პლასტიკის ვარიანტია. რომელიც ხო დასველდება და თუ წყალში ჩაგივარდება თუ რაღაცა პრობლემა, თუ დაღათოზე და არ არის პრობლემა არანაირი, თავარია ვაზნები ქონდეს ბლომად ჩალაგებული ჯიბეში. მეტი არაფერი არ ჭირდება. ძალიან რბილი კარგი სასხლეტია, როგორც ის მოდელი, ეს მოდელი აღჭურვილია ჭიდით. 3+1-ია ესეც. არ არის ხალხო ცოტა, ეს ევროპული სტანდარტია და ევროპელები ჩვენგან განსხვავებით ნადირობაში ბევრად უფრო კულტურულები არიან, სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ ძალიან დიდი ნადირობის ტრადიცია ქონდა და ძალიან დიდი კულტურა ქონდა ნადირობის, ევროპელები ვერ შემედრებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ამ დაკარგვას მიეცა, დავიწყებას მიეცა. ჩვენ ისეთი ადამიანური და ჰუმანური წესები ქონდა ნადირობისა, რომ ევროპა კი არა, მთელი მსოფლიო ალბათ შეშურდება რომ გაიგოს ყველა. თუ როგორიც ნადირობდა, მაგრამ და იმედია რომ აღდგება ეს წესი და კი ბატონო, იმიტომ რომ მე ვუყურებ ჩემო ირაკლი, ხალხი მომდომებული არის, ჩვენი მაყურებელი ძალიან არის დაინტერესებული იმითი, რომ საქართველოში არსებობდეს ძალიან მაღალი დონის ნადირობის კულტურა და ამაში თითოეული ჩაერთვა. მოდი მე შეცეს შემოგთავაზებაზე გავაკეთებ. ახლა კამერის წინ უარს ვეღარ მეტყვი მაგაზე. მოდი ერთი გადაცემა გავაკეთოთ ზოგადად აი ამ სფეროზე. საუბრები ნადირობაზე დავარქვათ და ვილებს საუბრობთ ნადირობის წესებზე, რა წესებს დავივიწყეთ. ჩვენ გქონდა ასეთი გადაცემა, მაგრამ შევახსოვთ ეს. კი ბატონო, სიამოვნებით. კიდევ ერთი გადაცემა მოვამზადოთ, რატო არა? საინტერესო იქნება მეგობრებო. თუ ეთანხმებით ჩემ შემოთავაზებას, მოგწერეთ. თუ გაინტერესებთ, გაგვიხარდება თქვენი კომენტარები, მეგობრებო. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ეხა ბოლო ჩამჭრელი კითხვა და მაგით დავამთავროთ რა. რომელი უფრო დიდხანს იმუშავებს ლულა? ძალიან კარგი შეკითხვაა, ფოტოშორს და ცოტა დრო დავჭირდება ამაზე. მეგობრებო, ჩემო ტკბილო ადამიანებო, მეგობრებო და მონადირეებო. არ ამგონია მე ადამიანი, მონადირე, რომელსაც შეეძლოს ახალი ნაყიდი იარაღის რესურსის ამოწურვა თავის ცხოვრებაში. ეგ არის ძალიან აბსურდული მტკიცებულება, რომ მე ვიყიდო სანადირო თოფი თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა ტიკა იქნება, ეს საკო იქნება თუ და იმის რესურსი მე ნორმალური ნადირობის შემთხვევაში ამოვწურო. ანუ დავმართო ისეთი რაღაცა ნადირობისას, რომ თუ რა თქმა უნდა იცავ ყველაფერს ახლა. რა თქმა უნდა, თუ ხავ ნადირო, თუ გაფუჭება, თუ მინდა ამას კი არ ტანკს გავაფუჭებ, გავაფეთქებ ბოლო, მაგრამ თუ მონადირე ვარ, ხო? ამის რესურსის სამოწურო არის აბსურდი. თქვი ახლა 7 ლარი, რამდენი ისროლო, თქვიები რომ ლოგაცვით, მოდი მაგიდან დავიწყოთ. რამდენი 1000 ლარის თქვია უნდა ვისროლო. მე ამ იარაღით თან არ უნდა ვწმინდო. კიდე რაღაცები დავმართო შეგინა რაღაცა ჟავაჩავას ხან რაღაცა რომ თუ გაფუჭება მინდა რა იმ შემთხვევაში და გავაფუჭო. ნორმალური ნადირობის დროს ამ იარაღის რესურსი არის ამოუწურავი. მე მინახია პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შაშხანები, რომლებიც დღესაც იდეალურად ისვრიან. ომგამოვლილი შაშხანები, რომლებიცაც დღესაც შეიძლება ბრძოლა, ასე ვთქვათ, რა, ბჭყალებში. ღმერთი არ გაგვიხადო საბრძოლი, მაგრამ და ნუ გამოეკიდებით იმას, რომ აი რესურსი გლობალური აზრით უბედეს, რამდენი აქვს რესურსი. ვერ ამოწურავთ იმის რესურსს ხალხო. არ ხდება ეგრე რა ბუნებაში. თუ გაწმიდავ ერთხელ მაინც თვეში და მარლენს ავთებს გავსაკეთ. იფოტოდო. მაგრამ ამისთვის მიუხედავად იმისა, რომ არ ეწმიდება, ჩვენი რა დადაგებს. პრობლემები არ ქონია ჯერ და არ ჯანგები არა. რა თქმა უნდა. კარგით.
ირაკლი, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდი შემოგევლე იმისათვის, რომ ჩვენი მაყურებელი ინფორმაციას ღებულობს დივანზე წამოწოლილი და არ ჭირდება ასე რომ ვთქვათ, მაინც და მაინც მოვიდეს მაღაზიაში და თვითონ ნახოს ეს ყველაფერი. გენდობიან. მე დავაკვირდი ამ ბოლო დროს გენდობიან. ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის ისე თვითონ მოვლენ დაგვაფასებენ და პირადად ნახავენ, რომ შეგრძნება მაინც სხვა არის ხელში რომ შეიგრძნობა და უკვე რომ აი რაღაც წონას შეიგრძნობს სხვა ინტიმური ურთიერთობა გაქვს იარაღთან ხმები და წონას გრძნობს ყიდვა ისე ვიდეოც ყურებით ნამდვილად არ არის მეგობრებო უნდა მოხვიდეთ ხელით შეეხოთ თქვენ თვითონვე მოირგოთ და სცადოთ ნამდვილად თქვენია ეს იარაღი თუ არა გამოიწერეთ არხი კარგად იყავით გამშვიდობებით ჩვენი არხის მხარდამჭერები